უახლოეს მომავალში სულ მცირე ამ ხელისუფლებით საქართველოს მოუწევს ნატოსა და ევროკავშირის დავიწყება, ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში. ზატულინმა ქართული ოცნების ნარატივიც გაიმეორა და თქვა, რომ აჟიოტაჟის მიზეზი გასულ წელს იმ კანონის მიღება იყო, რომელიც ამერიკულიდან იყო კოპირებული. იაფასიანი პროვოკაცია ასიაფასებს რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი თბილისში რუსი მოფარიკავეების საწინააღმდეგოდ გამართულ გუშინდელ აქციას. 17 რუსი ანწუხელიძის ქვეყანაში ამ სახელწოდების აქციას, რომელიც პუტინის ახლო გარემოცვის წევრების საქართველოში სტუმრობას მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატიც გამოეხმაურა. დიმიტრი სვიშჩევმა ქართულ პოლიციას მადლობა გადაუხადა და დაამატა, რომ შეეძლოთ უფრო მკაცრებიც ყოფილიყვნენ. პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე დღეს განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლე ჯვებენაჭყებიას თქმით, ამ საქმეზე რიგი სამართლებრივი გარემოებებია შესაფასებელი. მათ შორის აუცილებელი მოგერიების ნაწილი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, გიგაურს პოლიციელისთვის ცილის გაწვნას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვიმარჯვებთ ერთად ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხვდებით ტაშით. არ აგრძნობინოთ სრემლები ბოროტებას, არ აგრძნობინოთ რომ გაიმარჯვა, თქვა გიგაურმა დასკვნით სიტყვაში.